ჩემ აზოში მოვიდა ისეთი მანქანა აგერმე რომ ნატრობდე გულში. ეს უფრო დიდია. არ ვიცი ჩანს, მოდი გავადიდოთ. ნახეთ, აი რამ ხელა მაგარი მანქანა. გამოიტანა ჩემმა მეუღლემ ორი პური. შია, ეთყობა გზაში შევჭამია. ეს კარაქი, მე და ხან გადამივარდა. ეს კარაქი ძალიან კარგი კარაქია ეგეც. რა მომიტანა მარწყვი. ხილი ყველა მიყვარს ხალხო, ოღონდ არ გიждები. უბრალოდ ყველა ხელს მივირთმევ და მიყვარს. მაგრამ სილამაზე უფრო მეტად მომწონს ვიდრე რომ ვაიმე მომინდეს რა კარგი ახლა რომ იყოს ჭამო არ ეხლა ამას რომ უყურებ შესაჭმელად მენანება ისეთი ლამაზებია ნახეთ აი მეგობრებო ჩემთან როგორ ჭამენ მარწვს გავრეცხე გავასუფთე კარგად ახლა ამას დავაბლენდერებ ჩავაყრე შაქარს ჭიქებში ჩავასხამ ჩაის ჭიქებში და კარგად რომ გაცივდება მიირთმევენ. ასეთი წესია ჩემთან მარწყვის. აი, დავაბლენდერე, გავამზადე, დავშაქრე. ახლა ასე შევდგა მაცივარში, რომ გაცივდება, ვისაც რამდენი უნდა, იმდენი მიირთვას. ჩემი შვილიშვილის სარას საყვარელი ხილია მარწყვა, მაგრამ აქედან თბილისში საიდან გინდა რომ გავგზავნო. რომ ჩამოვა ბაბუას სულ მოაქვს და სულ ვაჭმევთ რაც უყვარს მოცვი უყვარს ძალიან განსაკუთრებით კიდე ჩამოვა ზაფხულში და კი ვაჭმევთ სახლში არის ნადირობა კოღოზე რამდენი? 3 წლით 3 წლით ერთი კოღო? აუ. 3 ჯერ უთავს. მაგ კოღოს წამალი. წავედი, მეგობრებო, გარეთ ცოტას გავისეირნებ. იქნება რამე ახალი მოგიტანოთ. როგორ ჩანვარ აქ? ეს ჩემი ყოველდღიური ჩანთა, ვერველევი. ჩანთების მეტი რა მაქვს რომ გაჩვენოთ. მაგრამ ეს მირჩევნია მაინც რაღაც ძალიან პრაქტიკულია და მაგიტომ წავედი ახლა მოვიტან რამე ახალს და მოგაწვდით ვიდეოს წვე ზერი შინკაცო ვიდეოში გამოჩენა არ უნდა მაგრამ წერე შენო აქ შუქი რომ არ არის როგორი ამჟღერებლია დავედი ამ სიცხეში გაპრანჭვები მეზარება აბა ავიღოთ აი დედა მეკუთვნის ახლა მე გარეთ გასვლა და გასეირნება ხოდია ანახე იქ სიგნალებში მჟღრეული მთელი დღეა საქმე ვერ გამოვლია სახლში ახლა ცოტა გამტვირთ ვასაჭია ხამოწოს ეს თვეები და ხან ნერვებს მიშლის არ ვიცი ამ ზაფხულში რას ვიზამ კაი აბა წავედით დროებით ნახეთ რამ ხელა ბინაა რამ ხელა კურსია ბათუმში ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხიმშიაშვილი კომერციული ფართიცაა ქვევით და შვენიერი გადასარევი ბინა აღშიგნით არ ვიცი მაგრამ ნახეთ ხალხო ეს არის მთავრობის საჩუქარი ხალხს მაგრამ არ ვიცი, სახკაროები, დევნილები,
მოზრდუში ხილშიაშვილის ქუჩაზე. ნახეთ თუ დააკვირდებით მოვიყვან ახლოს. ყველა სართულს აქვს წყლის გამათბობელი ერთნაირი. საინტერესოა ეგეც აჩუქეს და გაუკეთეს, თუ მართლა მასია ხომ თლად კაი და უკეთესი. მართვის მოწმობის ასაღები მოედანი გამოცდებს რომ აბარებენ ბავშვები. წელს რა ხდება არ ვიცით ნამდვილად. აქ რამდენჯერ გამოვედით და 15-შიც ერთმა ვერ ჩააბარა. რაღაც მართლა ჭირს ან მოედანია ისე მოწყობილი, ან რაღაც ხდება სპეციალურად. შეიძლება ახლა ეს კრიტიკაში ჩამომერთვას, მაგრამ რომ ასეა და ძალიან ბევრი უკმაყოფილოა კიდე ხალხი, რომ ვიცით, გავდივართ გამოცდაზე და რომ მივდივართ საერთოდ მერე ხდება ისეთი რამ, რომ არ უნდა ჩავიჭრათ წესით და მასწავლებლებიც ისე ეუბნება. ან ფულის კეთების ვარიანტია და ან კიდე არ ვიცი რა ხდება. არა და თქვეს რომ გააიოლესო. არა მგონია რომ გაიოლებული იყოს აქ რამე. ამ მოედანთან ახლოსაა პირდაპირ. ნახეთ რა ლამაზია. რომ მიდიხარ ნაძვნარში. ძალიან ლამაზი და სასიამოვნო ადგილია ოღონდ მართლა. აი აქ თუ ვერ დაიხარე ვერ გახვალ ჩიხივითაა. ძალიან ლამაზია. ქუჩასთან ახლოსაა, თორემ აქ საპიკნიკი ადგილით შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ძალიან ქუჩაზეა. სულ მანქანები მოძრაობს, ხალხი მოძრაობს და იგისთვის არ არის კარგი. მოვედი მეგობრებო სახლში. კარგი იყო გასეირნება. მაგრამ სხვა ადგილას არ ყოფილ ვარ და ისე ერთი და იგივეს ხომ აღარ გადავიღებდი და არ გაჩვენებდით. წასვლის ხანს ცოტა ჩქარობდი, ჩქარ-ჩქარა რაღაცები გადავიღე სახლშიც და ისე წავედი და ვამბობდი რომ სულ ერთი და იგივე ჩანთით რომ დავდივარ, განა არ მაქვს მეთქი. მაგრამ ასე ვიცი, ავიჩემე ფერს და სიო, აი გაჩვენოთ ჩემი ჩანთები. შეიძლება დიდი არა ფერი, მაგრამ აი გაჩვენოთ ჩემი აი ეს კლასიკური ჩანთა. ეს ისე ყოველდღიური ჩანთა. ესეც სპორტულ კლასიკური ჩანთა. ეგეც ყოველდღიური სპორტულ კლასიკური. ეგეც თან ჩანთაა და თან პატარა პორტმელივით. ეს კიდევ ცოტა გამოსასვლელი ჩანთა. ეს კიდევ გამოსასვლელი ჩანთა. და კლასიკური ჩანთები კიდევ კლასიკური ჩანთები და კიდევ კლასიკური ჩანთები ოღონდ უკან არის და ეხლა იმას ვეღარ ჩამოვიღებ. ხო, ჩანთების მეტი რა მაქვს. არა შემეზარა. ეხლა ცოტას თქვენთან წავიჭორავებ. იქ რაც გადავიღე რამე, რაღაც ერთი თუ ორი მომენტი გადავიღე, იმას ჩავაგდებ და გაჩვენებთ. დანარჩენი რა გითხრათ? რა მოგიყვეთ? ეხლა ისე ეხლა ხდება საათი აქ ტელეფონში ვერ ვნახავ. სადღაც 9 საკლია წუთები რა. 9 საკლია წუთები ეხლა და ჩქარა უნდა გავაკეთო ყველაფერი, რომ მე დედა ჩემი მელოდება უნდა დავურეკო.
მარტო ცხოვრობს სოფელში 88 წლის ქალია სოფელს უძღვება თავისი შეძლების და მიხედვით დალაგებული და წკრიალებული აქვს ყველაფერი ეზო კარი ყველაფერი არა ისე არ ყავს პირუტყვი ქათამი ასეთები არა პეტარა ბოსტანი აქვს სულ ჭიშკართან რომ თვითონ რომ დაჭირდება მწვანილი მოწყვიტოს და ზამთარში სულ აქ ყავს ზაფხულში რომ უკვე ამინდები დადგება ამინდების ნოემბრის დასაწყისამდე იქ არის და დროს ნახავთ ავდივართ და უფრო მეტად ასე ტელეფონით ვეხმიანებით და დილას და საღამოს მელოდება რომ დაურეკო უნდა მოვიკითხო ჯერ მელოდება რა მეც ხომ მინდა დედა მოვიკითხო უნდა რა თქმა უნდა და მანაც ისე გეტყვის რომ არ დარეკო განა არც არაფერია მთავარია კარგად იყავითო მაგრამ ხო ვიცი რომ მელოდება ის სარს და ხო ვიცი რომ მარტოობაც ძნელია და ის 3-4 თბილი სიტყვა მისთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ასე რომ მეგობრებო ავკრიფ ახლა ვიდეოების რაღაც ნაწილს და გავაერთიანებ და მოვიტან თქვენამდე თქვენთან რომ არ მოვსულიყავი ჯერ მე მინდა რომ მოვიდე მე თქვენც არ დაგტოვებთ ისე რომ რადგან ჩემ ვიდეოს ელოდებით არ დაგტევთ უყურადღებოთ დიდ ვიდეოს თუ არა პატარას მაინც მოვახერხებ და მოვა რაღაც ნიშნულოვანი თუ არა ცოტა უმნიშვნელოთი მაინც და მეც კმაყოფილი ვარ ჩემი თავით რომ პასუხისმგებლობას არ გაუბივარ და მოვდივარ თქვენამდე ისე მივეჩვიე უკვე მეც რომ არა შეიძლება დავტოვო რაღაც გასაკეთებელი და გინდა თუ არა მაინც უნდა მოვიდე და მოვიტანო რაღაც 1-2 სიტყვა მაინც თბილად კვილად მოგეფეროთ და ისე გავაგრძელო სხვა საქმე. კარგად მეგობრებო, აბა მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. იყავით ბედნიერად, ხალისიანად. აბა ხვალამდე.